პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია ჩანგანმა, რომელიც არის სოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების წარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის Volvo, Volkswagen, Ford, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქარხანა წელიწადში 40,000 ავტომობილს აწარმოებს, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20,000 ევროკავშირში საექსპორტოდ. ქარხანაში 4 მოდელის ელექტროავტომობილი დამზადდება, რომელიც განკუთვნილი და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნება ასეთი მაღალ ტექნოლოგიური წარმოება. ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამარჯვებები წინ კიდევ უფრო ბევრი გვაქვს, განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება აიყვანოს ავტომობილი, რომელიც იქნება განთავსებული დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ქუჩებზე, უნდა გადმოიწერონ აპლიკაცია smartphone-ში და ამ აპლიკაციის საშუალებით მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ ავტომობილით. იქ იქნება მოცემული ტარიფები, თუ რა ღირსშესანიშნავად, საათობრივად. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ქუთაისში ავტომობილების წარმოების იდეას დადებითად შეხვდნენ, თუმცა მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ პირობას შესრულება უნდა. ჩვენ მქონდა ავტოკარხანა. ავტოკარხანაში ხაზის შეცვლა დაჭირდებოდა, რომ გადაეკეთებიათ და ეს იყო ქალაქისთვისაც და ჩვენი ერისთვის მომგებიანი და ქვეყნისთვის. ის გაყიდეს კაპიკებად. ახლა უნდა აშენონ ახალი. ამ ახალს რამდენი მილიონი დაჭირდებოდა, ის ხო შეიძლება და გამეეყენებინა. ესაა უთავობა. ამ უთავობას ნო მევეშვეთ და მეტი არაფერი. დანარჩენი აშენდებოდა, უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამას. კარგი პროექტია, მაგას მივესალმებია. მე მარტო მითქენ მივესალმე, რომ მამუკა ბახტაძე გამოვიდა თქვა. გამოვიდა Ford, Volvo, Volkswagen, ეგენ და ის ფირმის ხელმძღვანელებმა გააკეთეს განცხადება, რომ აკეთებთ ამას. იმათაც თუ აღარ ვენდეთ, ამათ თუ არ მაშინ დავანებოთ, თავი და წავიდეთ. მალე აშენდება მაგით, ჩამოვა გამზადებული ქარხანა. აგია გეუნი, არ უნდა სიმართლე რო ილაპარაკო. უფრო მეტი ქალაქი გახდება ქუთაისში, ახლანდელი იმის, ხელში ყველაფერი კარი იქნება. მალე. უნდა ვაცალოთ მუშაობა ყველას. სააგაშვილი ლაპარაკობს სიმართლეს სახურავებში რო დახტირს იქანა ზევით. გეუბნებიან რომ შენდება, მე მჯერავს რომ აშენდება. ისეთი დამაჯერებლობით და ლაპარაკობენ და თანაც უცხოეთიც ლაპარაკობს, მარტო ჩვენები კი არ ლაპარაკობენ, რომ უნდათ აქ განავითარონ რაღაც წარმოებები და ალბათ იქნება. უნივერსიტეტი შენდება უკვე, მე ჩემი თვალით ნახე ვიყავი ზევით საღორიაზე. ხო და იქ უკვე დიდი სამუშაოებია ჩატარებული უნივერსიტეტზე და ეს ქარხანა რო ნაღდათ აშენდება, ეს ამას წყალი არ გოუვა. ამის გარდა კიდე სხვა რაღაცეებია დაგეგმილი ბევრი და ვაცალოთ. კიდევ წელიწად ნახევარია ახალ არჩევნებმა არ გააკეთებენ? ახალი ძალა მოდის, იმას დაუჭერთ მხარს. ჩემი აზრი ასეთია, თუ კი ეს ადამიანი ამბობს, რომ უნდა აშენდეს, მაშინ უნდა აშენდეს. არ შეიძლება რომ არ უნდა მოიტყუო. სიმართლე უნდა უთხრა ხალხს, რომ გაიგოს, რომ სინამდვილეში ასეა. საქართველოს ძალიან დიდი რესურსი გააჩნია. ბუნებითაც, მოსახლეობითაც, მაგრამ არაფერი არ კეთდება. ხალხი გარბის. მე უნდა წავიდე ერთ თვეში. ჩემი ძმაგაზე თავის ცოლშვილიც მიდის. ერთი მეორე ძმაგაზე წავიდა ის $500 გულისთვის, გამიგე? აქ 250 ლარი რო არის ხელფასეს არაფერს არ ნიშნავს. 250 ლარი ზამთარში ერთ ოჯახს გადასახადი მოდის, მაგრამ თავის დენიან წყლიანად. მე მუშაობდი აღბასკომში. სლეისარ გინეკოლოგი ვიყავ. ხო და წარმოიდგინე, შენ 80,000 კაცი იყო დასაქმებული ქუთაისში. 80,000. თლა ცხოვრობდა 200,000. დღეს ვისაც უყურებ უმუშევარია ყველა.
ქალაქში სამომავლოდ ელექტრომობილების ქარხნის აშენება დაადასტურა ქუთაისის მერმაც. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ქარხანა სავარაუდოდ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდება. ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები. იმედია დაპირებად არ დარჩება და მართლაც დიდი ინდუსტრიული გამოცდილების ქალაქში ავტომობილების წარმოებას კვლავ დაიწყებენ. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.